1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ აბრეშუმის გზამ შეწყვიტა არსებობა. და ამას მოყვა პირდაპირ საქართველოს დაშლის პროცესი. და არა მარტო რამოდენიმე სამეფოდ, არამედ სამეფო და სამთავროდ, არამედ სათავადოებად მოხდა ქვეყნის დაშლა. მაგალითად, თვით ქართლში არსებობდა რამდენიმე სათავადო. და ეს სათავადოები განთავისუფლებული იყვნენ გადასახადისაგან, ერთადერთი მოვალეობა ჰქონდათ ლაშქარ ნადირობა, ანუ ომში და ხინში მეფის ხლება და როგორც წესი ამ პირობას უმეტესწილად არღვევდნენ. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს მეფის მეთაურობით ძირითადად უწევდა მტრის მოგერიება, ასევე სახელმწიფო ფუნქციის განხორციელება ტახტის აზნაურებზე დაყრდნობით, რომელთა შემოსავალიც და რესურსიც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოეულ სამეფოში 10-15 ძალიან ძლიერი სათავადო იყო ჩამოყალიბებული, ძალზედ იყო შემცირებული და შესაბამისად უკვე მეფე ხდებოდა პერსონალურად, პიროვნულად დამოკიდებული თავადობაზე. თუ თავადობა მას ხარს არ უჭერდა, შესაბამისად მას არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა არც ომის მოგების, არც ქვეყნის გაერთიანების, არც დიპლომატიაში წარმატების მიღწევის და ასე შემდეგ. და აი ამ დროს გამოდის ასპარეზზე გიორგი სააკაძე, რომელიც სხვათა შორის წარმოშობით იყო ძალიან ძლიერი აზნაურული ოჯახიდან, აღწერით 60 სოფელი ერგებოდა, რომ შევადაროთ მაგალითად ზოგიერთ სათავადოს, ფავნელიშვილებს მაგალითად დაახლოებით 3-4 სოფელი ჰქონდათ. და ამ გვარს 10-ჯერ მეტი, მაგრამ ესენი იყვნენ ტახტის აზნაურები, რაც იმას ნიშნავდა, რომ განსხვავებით თქვათ ბარათაშვილებისგან, ან ჯავახიშვილებისგან, ან სოლოღაშვილებისგან, სააკაძეები თავიანთი მოგებიდან გარკვეულ გადასახადს სახელმწიფოს უხდიდნენ. გიორგი სააკაძემ შეკრა ტახტის აზნაურებისაგან, თავისუფალ გლეხთაგან და თბილისის ვაჭარ ხელოსათაგან ერთგვარი პარტია, ამ პარტიას დაერქვა სააკაძის მოკიდებულ კაცთა დასი, ესეც ერქვა, და ამ სააკაძის მოკიდებულ კაცთა დასმა დაიწყო სახურება, მუშაობა ვაჭრობაში და ხელოსნობაში. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ სადღაც 35 წლის ასაკში გიორგი სააკაძე გახდა თბილისის მოურავი, ანუ დღევანდელი გაგებით თბილისის მერი. და ამ სავაჭრო საქმიანობაში ჩართვით ჯერ ელიტის, სხვათა შორის საინტერესო რა არის, ამ აზნაურობას და უბრალო მოსახლეობას ძალიან მალე ხარი დაუჭირა მართლა პროგრესულად მოაზროვნე არისტოკრატიამ. იგივე გიორგის მაგალითად სიმამლე იყო არაგვის ერისთავი, იგივე ბაგრატიონ მუხრაბატონებმა, იგივე თქვათ ქსნის ერისთავების გარკვეულმა ნაწილმა და სხვადასხვა თავადებმა. და საბოლოო ჯამში 1609 წლისთვის შეიქმნა ესეთი სიტუაცია, რომ გიორგი სააკაძის პერსონალური ქონება აჭარბებდა ბაგრატიონების მთელ საგვარეულო ქონებას. და მის მოკიდებულ კაცთა ქონებაც უფრო მეტი იყო შეიძლება, ვიდრე არათუ რომელიმე ერთი სათავადოსი, არამედ მთლიანად თავადური სისტემისა. ამა რა თქმა უნდა თავადებს დაანახა, რომ ისინი ძალაუფლებას კარგავდნენ. და მეფესთან დაიწყეს ლუარსაბთან ენის მიტანა, რომ აი სააკაძე იმდენად გაძლიერდა, შეიძლება თბილისის მოურავი სააკაძე, რომ შეშეთქმულება მოგიწყოს, გადაგაგდოს და ასე შემდეგ. მაგრამ სხვა შორის ტაშისკარის ბრძოლის წინ ეს ცნობილისა როგორ აღმოჩნდა გიორგი და მეფე ერთად, რომ გიორგიმ შეუთვალა, რომ მოდი შევხვდე და ვისაუბროთ და დღემდე წყაროშია თვით გიორგის მოძულე ისტორიკოსები რაც გვიყვებიან, რომ გიორგიმ აუხსნა, პირდაპირ უწერიათ მათ, რომ ჩვენი სიმდიდრე განსხვავებით სათავადო სიმდიდრისა, სახელმწიფო სიმდიდრეა, შენი სიმდიდრეა. იმიტომ რომ იმ სფეროთი, სადაც ჩვენ მოგებას ვნახულობთ ვაჭარ ხელოსნობით, და მნიშვნელობა არა აქვს, მე აზნაური ვარ, თავადი ვარ თუ უბრალოდ გლეხიან რიგითი მოკალაკე ვარ, მე გადასახადს ვიხდი. მე ამით ხაზინას ვზრდი და ციფრები ანახა, რომ საქართველოს ქართლის სამეფოს ხაზინა, აი ამ ბოლო წლების მონაცემებით, რაც გიორგიმ ეს მოძრაობა წამოიწყო, რამდენჯერმე იყო გაზრდილი. ეს კი მეფეს ნახეთ რას აძლევდა რა საშუალებას, რომ მას სხვა საქართველოს კუთხეებიდანაც მოეწვია ჯარი, დაეკირავებინა ჯარი, ფული სჭირდებოდა დიპლომატიას, თქვა, ხო, იქ დიპლომატიური კორპუსის მოხდამას ოსმალეთშიც, ირანშიც, ევროპაშიც და რეალურად ეს იყო საფუძველი საქართველოს ხელახალი გაძლიერების და საქართველოს გამთლიანების. ანუ რეალურად გიორგი სააკაძემ ქვეყანა დააბრუნა იმ დღის წესრიგში, რაშიც აბრეშუმის გზის დაცემამდე 1453 წლამდე იყო სახელმწიფო. ამის შემდეგ ხდება ტაშისკარის მოგება, შემდეგ უდიდესი პატივი მეფისგან ესეთი რამები არ ხდებოდა, რომ ვინმეს სახში წვეოდა მეფე. პერსონალურად ეწვია 1611 წელს ნოსტეში მეფე გიორგის და რა თქმა უნდა ეჭვია, რომ გიორგის ძალისხმებით მოხდა მეფისა და გიორგის დის დაახლოება და
დამთავრდა ყველაფერი გიორგის დაზე მეფის ქორწინებით. ამ პერიოდისთვის სააკაძე მისი დასი, მათ შორის მისი დასის წევრები იყო ეგრეთ წოდებული 9 ძმა ხერხეულიძე, რატო თქვი ეგრეთ წოდებული? ზემდეში ისინი ბიძაშვილები იყვნენ. მაგრამ ჩვენმა ისტორიამ უკვე ძმის სახელით შემოგვინახა ეს ჩვენი უდიდესი გმირები, ხო? დიასამიძეები, ანუ ძალიან დიდი რაოდენობის საგვარეო. მაგრამ რა თქმა უნდა არსებობდა ისეთი ძალა, ვინც ამ საქმიანობაში არ მონაწილეობდა. და მათ გადაწყვიტეს ისარგებლეს იმით, რომ ლუარსაბი ახალგაზრდა კაცი იყო, ცოლი მობეს და გაცილება მოუნდა და შთააგონეს, რომ თუ გიორგი სააკაძეს არ მოკლავ, მაშინ ის შურს იძიებს, ამიტომ შეთქმულება მოუწყო მეფემ გიორგის სანადირო დაპატიჟა და იქ ჩუმად უნდა მოეკლა. ეს შეთქმულება გასცა ხერხეულიძემ, ერთ-ერთმა ხერხეულიძემ, რის გამოც ის დასაჯეს და ასახიჭრეს, მაგრამ გიორგი გაიქცა ჯერ სიმამ შეაფარა თავი და მერე როდესაც მისი საკარი გადაწვეს, ოჯახი აუციოქეს და მონოზვნად აღუკვაცეს, იძულებული გახდა ირანში გადახვეწილიყო. გიორგი სააკაძის პოლიტიკაში ჩვენ როგორც ვთქვით, ანუ ეს იყო ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მაშინდელმა საქართველოს სამწუხაროდ, ანგარებით, პერსონალური, უჩემო თვითიმღერეთას პრინციპით ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გიორგი სააკაძის ფსიქიკური ცვლილება ხდება. ვინ არის გიორგი სააკაძე 1612-დან 1625 წლამდე? რა თქმა უნდა, ის უკვე არაქართულად მოღვაწე ფენომენია, იმიტომ რომ 1600 მაგალითად 14-17 წლებში, როდესაც ჩახაბაზის 4 შემოსევა იყო კახეთში და ოხრება, მაშინ ქართლის მმართველად გიორგის ნათესავი ბეჟანხან სააკაძე იდგა გიორგისგან დაყენებული. მათ არაფერი არ გაუკეთებიათ, თქვათ ქართველების აჯანყებული ქართველების მისახმარებლად. შემდგომშიც გიორგი სააკაძე, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, როგორც ირანელი ისტორიკოსები წერენ ისკანდერ მუნში, უდიდეს როლს თამაშობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ირანის ბრძოლაში და სხვათა შორის აბსოლუტურად წარმატებულ ბრძოლებში, შუა აზიაში ლაშქრობებში, ავღანეთისკენ. მოკლედ, როგორც ისკანდერ მუნში, შახაბაზის მთავარი ისტორიკოსი გვიწერს, მოურავ ბეგი ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრჩეველი და ხერხემალიც კი შეიძლება ირანის სახელმწიფოსი 1612 წლიდან 25 წლამდე. მაგრამ არ ხდება ერთი უცნაური საოცარი რამ 1624-25 წლებში. შახაბაზმა გადაწყვიტა, რომ ქართველები მასობრივად გაეირანელებინა. საქმე ის იყო, რომ მაშინ კლიმატია შეცვლილი. ძალიან ბევრი ქართველი ისედაც თავისით მიდიოდა ირანში. შახაბაზმაც 100,000 გადაასახლა ძალით. დაასახლა მიწათმოქმედად აქცია და საერთოდაც შახაბაზი უკვე ამ მომთაბარე ხიზიბაშურ ტომებზე მეტად ქართულ ამ ღოლამის ჯარს და შახის სევანებს ეყრდნობოდა, იმიტომ რომ ეს იყო რაციონალური მიწათმოქმედი მდგრადი ფენა, ირანის ძლიერების გარანტი და რა თქმა უნდა აწყობდა, რომ რაც მეტი ქართველის ინტეგრაცია მოხდებოდა ირანულ სამყაროში და ამ ინტეგრაციის პროცესში ყველაზე დიდი ხელშემშლელი გახდა მისთვის ქეთევან დედოფალი, რომელიც არაფრით ისლამს არ იღებდა. და სხვა შორის ქეთევანის გამუსულმანების ასე ვთქვათ, გამუსულმანება დაავალა იმამ ყულიხან უნდილაძეს, ქეთევანის სიძის ძმას შირაში და ეს ყველამ კარგად იცის, რომ უდიდეს წამებას გაუძლო ქეთევანმა და ბოლოს ქვაბირო დაახურეს, თავზე გავარვარებული დიდება ქრისტეს დაიძახა და ისე გარდაიცვალა. ეხლა რაც წერს ერთი პორტუგალიელი მისიონერი და გარკვეულწილად ისტორიკოსიც დუს სანტუში, ვინც შეესწრო ზუსტად ამ დღეებში ისპახანში მომხდარ უმნიშვნელოვანეს ამბებს, რაც საფუძვლად იქცა მარტყოფის და მარაბდის ეპოპეების. რომ ვიმყოფებითო შახაბასთან დიდი სტუმრობაა მოსული და აი ამ დროს შიკრიკი შემოვარდა იმამყული ხანისო, ყველა გაჩერდა, იმიტომ რომ რაღაც ძალიან საგანგებოა და იყო სიგელი, უსტარი, რომელშიც იყო აღწერილი ქეთევანის წამებაო. და შახაბასთან შემოვიკრიბენით ყველანი ამ კაცო, ამ ხეთსო, როგორც მას უწერია, თვალებით ცრემლით აევსო, ცრემლებით წამოვიდაო, ატირდაო და უცებ კბილებში გამოცრაო. აი ნამდვილი ქართველი, აი ნამდვილი ქართველი, თქვენ კი არ გაქვთ, თქვენ ნაბიჯურებო და ხელუკუმა ხელი აარტყა გვერდში მდგარს გიორგი სააკაძეს. სააკაძეს თვალებში შევხედეო, იქ მივხვდი, რომ ირანის ისტორია დასრულდა. ამის შემდეგ გიორგი სააკაძე მოდის საქართველოში რამდენიმე თვეში, ოღონდ არ არის ჯარისავლად, ისახან ყორჩიბაში სომხური წარმოშობის სარდალია, იქ ახლავს ვექილად, ანუ მრჩევლად, თან მის შვილს ტოვებენ მძევლად, ასევე მისი ცოლის ძმის ცოლს, ანუ ზურაბ არაგვის ერისთავის ტოვებენ მძევლად, იმიტომ რომ შახაბაზი მიხვდა
რომ გადააჭარბა გიორგისთან ურთიერთობაში. მიზანი რა არის? კახეთის არისტოკრატიის ამოწყვეტა და ქართლიდან მაქსიმალურად ვისი გადასახლებაც შეიძლება გადასახლება. და აი აქ ხდება ესეთი რამ, როდესაც გიორგი სააკაძე 4 კაცით რეალურად და ამაზე ჩვენ გვისაუბრია, მოახდენს მარტყოფის აჯანყებას, მე მრავალთვიან ეპოპეას და 40,000-მდე კაცს 30-დან 40,000-მდე კაცს გაუნადგურებს ირანს. და როგორც ისკანდერ მუნში ამბობს, რომ მთლიანად აი მთელს ამ 6 თვიან მონაკვეთში გიორგიმ 60,000-იანი პროფესიული არმია გაუნადგურა შახაბაზო. ანუ მისი არმიის 100,000-ის დაკვა. და რა უწერია ისკანდერს, რომ დაიწყო ქურთისტანის, ხუზისტანის, ფარსის ამბოხებები, ისე გარდაიცვალა შახაბაზიო, რომ ეს აჯანყებები აი ამ გიაურს ეძახის უკვე სააკაძეს, ამ სატანის მიერ დაწყებული ეპოქებით ვეღარ დამთავრდა. ანუ ირანი მას მერე ფეხზე ვეღარ დადგაო. აი აქ რა ხდება? აქ გიორგი და ბაზალეთი ისევ ვერ შეთანხმება ქართველების. ამ ეპოპეის შახაბაზ და ირანელების განდევნის შემდეგ რეალურად გიორგი მთელს აღმოსავლეთ კავკასიას აკონტროლებს და მისი მას ებადება იდეა საქართველოს გაერთიანების. გადმოიყვანს დასავლეთ საქართველოსდან უფლისულ ალექსანდრეს, რომელსაც ცოლად შერთავს, უпроსორად, რომლის დასაც ცოლად შერთავს თავის შვილს, ავთანდილს დაუნათესავდება. და აპირებს გაერთიანებულ საქართველოს მეფე დასვას. აქვს თუ არა მის ძალა გიორგის. დღემდე შემონახულია ოსმალეთის სულთნის წერილები, ევროპულ მისიონერთა წერილები, აუდიენციები. ეს დოკუმენტები ღვთისწყალობით გადარჩენილი. ყველგან ისინი მიმართავენ არა რომელიმე როცა წერს ქართულ მეფეს, არა იმერეთის მეფეს, არა კახეთის მეფე წოდებულ თეიმურაზ, რომელსაც რეალურად უკვე აღარავინ აღარ ცნობს და დუშეთშია ზურავ არაგვის ერისთავთან შეპარებული, არამედ დიდ მოურავს გიორგის. გიორგი მიაჩნიათ კავკასიის ნომერ პირველ პირად. და აქ მოხდება ესეთი ბაზალეთის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობს მესხური ჯარიც გიორგის მხარეს, იმერული ჯარიც, ქართლის თავადობის უდიდესი ნაწილი. ორჯერ ზოგიერთი მონაცემით 3ჯერ აჭარბებდა გიორგი სააკაძის ჯარი თეიმურაზის ჯარს და პარადოქსი მარცხ ხდება. აქ სხვა 1000 რაღაც იყო გიორგი დაიჭრა ბრძოლაში. ხდება ისეთი რაღაცა, რომ შეიძლება ძალიან ძლიერი იყო, მაგარი იყო, მაგრამ იმ დღეს არ გაგიმართლდეს. ანუ ბაზალეთის ყველანაირად ტრაგედია. შესაბამისად საქართველოს გაერთიანება წყალში იყრება. გიორგი წერილს უგზავნის სულთან სანდროს, ნახეთ რას თავაზობს, რომ ჯარს თუ მომაშველებ, მე საქართველოს მთლიანად დავიმორჩილებ და შენ პარტნიორად ვაქცევ. აქ რა თქმა უნდა ეჭვები ჩნდება ისტორიკოსებში, რომ ესე იგი გიორგის კაცია ისევ, ვინც უცხო ძალის გამოყენებით ქვეყანაში ძალაუფლების ამღები არის. ეს რა თქმა უნდა კარგზე არ მეტყველებს, მაგრამ ამისი შემდგომ დროინდელი გაგრძელება ჩადის ოსმალეთში. ოსმალეთი არ აძლევს ჯარს. ის იქ ინიშნება ფაშად, მრავალი კილომეტრით უკან ახევინებს ირანის არმიას. არის ძალიან წარმატებული, როგორც ჩვენ ხედავთ, ასევე ეხლა უკვე ოსმალეთის წყაროებით აღმოჩენილი მასალებით. იქ კრებს იქაურ ქართველებს, რაზმებს აყალიბებს, თანხებს უკვე საკუთარი სახსრებით აგზავნის საქართველოში და ემზადება დასაბრუნებლად. და ამ დროს ხდება 1629 წლის იანვარში ასეთი რამ, რომ კვდება შახაბაზი და შახაბაზის ნაცვლად ტახტზე აყავთ ერთ-ერთი კანდიდატი შახსეფი, დედით ქართველი, რომელიც შახსეფის ტახტზე ამყვანიც არის ხოსრო მირზა წოდებული, შემდგომში როსტომ ხანი რო იყო, რომელიც კაც მართავდა. ის და როსტომ ხან სააკაძე. სააკაძის პარტია მთლიანად ისპაჰანში იღებს ძალაუფლებას ხელში. და აი ამის მერე ხდება სწორედ ის, რომ ოსმალები მოულოდნელი, თქვათ პირდაპირ სპეცოპერაციას ჩაატარებენ, გიორგის დაატყვევებენ და თავს მოკვეთენ, იმიტომ რომ სულთნის კარზე სტამბულში ყალიბდება აზრი, რომ ვინაიდან ირანის სათავეში მოვიდა სააკაძის პარტია, სავსებით რეალურია, რომ მან ეხლა ირანში გადაინაცვლოს და ოსმალეთის იმპერიას ბოლო მოუღოს. ანუ ჩვენ გვაქვს საქმე მსოფლიო მასშტაბის გენიალურ პოლიტიკოსთან, რომელიც ირანის ოსმალეთის პოლიტიკას ათამაშებდა როგორც უნდა. კაც, რომელსაც ჰქონდა მცდელობა საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკური ცხოვრების 200 წლის წინანდელი, უბრალოდ მეტად ვიტყვი, დავით აღმაშენებლის პერიოდის ცხოვრების აღორძინების. ადამიანის, რომელსაც ყველა რესურსი ჰქონდა ინტელექტუალური, მოფიქრებული, დაწყობილი საქართველოს გაერთიანების და ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება ჩვენი ერის, რომ ესეთი ნიჭი და ეს ძალა ქართველმა ერმა სასიკეთოდ ვერ გამოიყენა
და ერთადერთი ყველაზე მთავარი მინუსი და საფუძველი ამ ვერ გამოყენებიერი საქმეში, რაც იყო გაუტანლობა, შური, უჩემო თვითი მღერეთა. აი ეს განცდა, რამაც ეს გენიალური ადამიანის ძალა ხან საქართველოს დააპირისპირა და ხან უბრალოდ ფუჭად გაანიავა ნაცვლად იმისა, რომ ამ გენიალური ქართველის წყალობით საქართველოს